გავსინჯოთ მწვანე ბურგერი. აბა რამდენს გავუთ გასინჯული მწვანე ბურგერი. ახლა თქვენთ მაგივრად გავსინჯავთ, თან მოგიყვებით რატომ არის მწვანე და სად შეგიძლიათ გასინჯოთ ეს უნიკალური ბურგერი. ბურგერი არის მწვანე თავისი ადგილმდებარეობის გამო, რადგან ჩვენ ვართ მწვანე კონცხზე, ბურგერიც კი გამწვანდა. კაი, ბევრს ლაპარაკობ ისევ, მოდით გავსინჯოთ. დიდი ხორცის ნაჭერი, ორნაირი соуსი, ყველის соуსი და ცალკე კიდე სხვა соуსია, салათის ფურცელი რა თქმა უნდა. ბეკონი, ჟავე კიტრი და პომიდორი და სხვათა შორის რაც უფრო მეტი ბოსტნეული არის ბურგერში, მით უფრო კაია. ეს ბურგერი ძალიან განსხვავდება სხვა ბურგერებისგან გემოთი, იმიტომ რომ ძალიან ბევრი соуსი არის გამოყენებული და საერთოდ არ არის მშრალი და ძალიან ბუნებრივი და ნატურალური გემოებით არის. ზუსტად ამ ადგილს ყველანაირად შეესაბამება. აბა გავსინჯოთ ეს ულამაზესი კოქტეილი, ორ ფრად არის გაყოფილი, ავურიოთ. ეს არის უალკოგოლო ლიმონადი, მაგრამ გამოიყურება ისე როგორც კოქტეილი და ამ ტროპიკულ გარემოს ძალიან უხდება განსაკუთრებით. ამიტომ თუ თქვენს გიყვართ ორიგინალური საჭმელები, მაგალითად როგორც არის მწვანე ბურგერი, ბოტანიკური ბაღში სეირნობის მერე აუცილებლად შემოიარე გრინვუდის ულამაზეს რესტორანში და გასინჯე ამათი საფირმო მწვანე ბურგერი და არ დაგავიწყდეს უგემრიელესი კოქტეილის მოყოლება.